მოგესალმებით, ეთერში გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ პეტრეველი, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.8-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ დღეს არის პარასკევი და პარასკევს ჩვენთან ერთად არის დათო ზურაბიშვილი, რაც ასევე მივესალმებით. მოგესალმებით მერაბ, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. გეტყვით, ტრადიციულად ვცდილობთ კვირის მთავარი პოლიტიკური თემები შევაჯამოთ და შენთვის რა იყო ამ კვირაში ესეთი მთავარი და მნიშვნელოვანი მოვლენა? ერთ-ერთი და ალბათ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ნამდვილად გამორჩეულად მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი ის მილოცვა 9 აპრილზე და ის გამოხმაურება, რაც გავრცელდა საქართველოს მთავრობის სახელით და რაც გავრცელა პრემიერ-მინისტრმა კობახით. მე მგონი, რა ვიცი, რაც დავიმახსოვს 99 წლის მერე 9 აპრილის შემდეგ მე არ მახსოვს რომელიმე მთავრობის მხრიდან, მათ შორის ამ ხელისუფლების დროს მიმართვას გამოეწვიოს ესეთი რაღაცა ესეთი აღშფოთებული რეაქცია და ეს აღშფოთებული რეაქცია იყო სრულიად ბუნებრივი. იმიტომ რომ მოხსენიება, ასე ვთქვათ, იმ საბჭოთა ჯარისკაცების, რუსეთის იმპერიის, ასე ვთქვათ, ერთადაც შეეწირეს 9 აპრილის მონაწილეები და რომელმაც რის გამოც მე მოხდა გარდატეხა მთლიანად საზოგადოებაში და რაც გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი შემდეგ, მათი მოხსენიება უცხო ძალად ეს უკვე ყურს ისინდენად ჭრის, იმიტომ რომ არ ყოფილიყო მერე განმარტებები, სიტყვა უცხო ძალა, ბატონი კობახიძის, დინარაძის და ივანიშვილის და მათთა მიერ მუდმივად გამოიყენება დასავლეთის აღსანიშნავად. ხან ამერიკელებს ეძახიან ამ უცხო ძალას, ხან ევროკავშირს, ხან Deep States, მაგრამ ყველაფერი უცხო ძალა. ეს არის რუსეთი, არასოდეს არ იგულისხმება, როდესაც ისინი ამბობენ უცხო ძალას. და როდესაც მე გითხრა, რომ 9 აპრილი მოაწყო უცხო ძალა, აი არაცნობიერად ეს ყველამ დააკავშირა, რომ ამასაც აბრალებენ ესე იგი დასავლეთს ამათი დედა. ხო, თუმცა მე როგორც განმარტა კობახიძემ, უბრალოდ უცხო ძალა არისო, ყველაფერიო, რაც ამ ისინი საბჭოთა კგბ-სავითო იქცევაო, კგბ-სავით იქცევა დღეს ეს Deep State-ია და ეს განმარტება კიდევ დაამატა ახალი აღშფოთების ტალღა შემდეგ, იმიტომ რომ ჯერ ერთი ასეთ განმარტება ჯობია საერთოდ არ გააკეთო განმარტება, იმიტომ ჯერ ერთი საერთოდ როგორი რა შესაძლებელია რანაირად შეიძლება ერთმანეთს შეადარო ის მხეცობა, რაც ჩაიდინა საბჭოთა არმიის ნაწილებმა და აი მომიტინგეების დახოცვის და დარბევის დროს და საერთოდ საბჭოთა კავშირი და საბჭოთა იმპერია და რუსეთის ქმედებები როგორ შეიძლება შეადარო იმას, რასაც დღეს აკეთებს თუნდაც ევროკავშირის ეკონომიკურ სანქციას, როგორ შეიძლება რაღაცა ალესილი ნიჩბით ადამიანის ყველობა შეადაროს. და ამას ამბობს თან დავანებოთ იმათ თავი ევროკავშირს. როდიონოვის ჯარისკაცებს ადარებს იმ უდანაშაულო ახალგაზრდებს, რომლებიც რაღაცა სამშობლოს სიყვარულით გამოდიან, აპროტესტებენ გასაგებია. გააკეთა შალვა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილმა ჩემებით უფრო არა, კობახიძეც, მოკლედ განმარტებები ჰქონდა განცხადება გააკეთა. წარმოუდგენელი. იმიტომ რომ იქ რო არ მიუშვეს, ხო ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელისუფლება როგორ მოიქცა ნახე, ხო ხამათ ახლა ეშმაკობაში და ასეთ რაღაცების დაგეგმაში ბადალი არ აქვს, ანუ რო ნახეს რო იქ ვერ მივიდოდა პრემიერ-მინისტრი და მთავრობის დარბევას მოერიდა 9 აპრილს კიდე ხალხი დააბრუნებია ამას არ გააკეთებდნენ, მაგრამ მიუშვეს რიგითი მხარდამჭერები მათი. და მე მთელი დღის განმავლობაში და ისინიც რო არ მიუშვეს რიგითი მხარდამჭერები, რაც ჩემი აზრით შეცდომა იყო ხა იქ ორგანიზატორების ეს, იმიტომ რომ ისინი და მიეშვათ ხა გასაგებია მესმის პატიმრების მშობლების აღშფოთება, როცა ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების ავადმყოფს აქ არ მოუშვებ და ასე შემდეგ, ხა მათი შვილები დაჭერილია და სხვა, მაგრამ როცა რიგითი ადამიანები მოვიდნენ, კოცი იყო თუ არ იყო კოცი, ისინი უნდა მიეშვათ. ეს მე სპეციალურად გააკეთა ხელისუფლება, იმიტომ რომ მე თუ დააკვირდი პროპაგანდა მთელი საღამო, იმას კი არ ამბობდა, რომ ხელისუფლება არ მიუშვეს. აი ხალხი არ მიუშვეს. ხალხს არ მიუშვენ, არ უშვენ პოლიტიკური ნიშნით და გააკეს და, მაგრამ რაც გააკეთა მე პაპუაშვილმა ეს ყველაფერი ის ანუ რაღაცა ეს ხო დაგვეგმილი იყო და ეს იდეა იყო პატიმრების მშობლები. ხო, აი დაკავებული ადამიანების მშობლების და პაპუაშვილმა ისე ეს ყველაფერი არასამთავრობო ორგანიზაციებს დააბარა და შვედეთის საელჩოს თხოვდა პასუხს რა შვედეთის მთავრობა, შვედეთის მთავრობის აფინანსებს ეხლა საერთაშორისო გამჭირვება საქართველოსო და
აი აქ არ მიუშვეს ხალხი, შვედეთი არის პასუხისმგებელი. ანუ ის კი არ თქვა, რომ პატიმრების მშობლება არ მიუშვეს. პატიმრების მშობლებს სულს ვერაფერს ვერ ამბობენ. ხო, ხო, ვერ ამბობენ, მშობლები არიან, გასაგებია და ხა გასაპირებლად ხა მშობლებზე თავდასხმა არ აწყობ და ის რაც ეხა მართლა პატიმრების მშობლებმა დაგეგმეს, მათ განახორციელეს ეს. ხო, იქ სხვაებიც მივიდნენ, რა თქმა უნდა, შეიძლება აქტივისტებიც, არასამთავრობო წევრიც, მაგრამ იდეა მათი იყო და მათი გაკეთებული იყო ეს აქცია. მაგრამ ეს არ აწყობდა, რომ მთელი ის ყველაფერი შეტანის ისევ არასამთავრობოებს და არასამთავრობოების გავლით ისევ რაღაც deep state, შვედეთის მთავრობას და გამოიყვანეს ისე, რომ აი ხალხი დაყვეს 9 აპრილს რაღაცა მათი დავალებით და ხა შვედეთის მთავრობამ პასუხი აგოს მათ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რომ ამას აკეთებს. ასე შემოატრიალეს ეს ყველაფერი. გასაგებია, მაგრამ ეხა ეს როგორც ითქვა, ვინ ჯამს მაგას ეხა მათი მომხრეები ამაზე არიან სულ. ну მათი მომხრეები საერთოდ მე მგონია მე მათ მდგომარეობაში მართალი გითხრათ ჩავარდნას არ ვისურვებდი რა მდგომარეობაში ეს ხალხია იმიტომ რომ მათ მუდმივად უწევთ იმ ელაპარაკობ იმ მომხრეებზე ну რომლებიც არ არიან ასე ვთქვათ იდეური პრორუსები და არ მიაჩნიათ რომ დასავლეთი არის ერთი დიდი გარყვნილების რაღაც ბუდე და ჩვენ რუსეთთან ერთად რუსეთის ქვეშევრდომობაში არის საქართველოს ადგილი რაღაც კი დამოუკიდებლობა თქვა შეიძლება დროშა უნდა და ფერი უნდა რუკაზე მაგრამ ურჩევნია იყოს რუსეთის სატელიტი და რუსეთის გავლენის სფეროში აი ასეთი იდეური პრორუსები ვინც არ არის აი დანარჩენების ბედი არის ძალიან არასახარბიელო, იმიტომ რომ უწევთ აბსოლუტური სიგიჟეების, სისულელეების, აი უზნეობების და ამორალობების გამართლება და ეჭიდებიან ყველაფერს. აი ეს არის ჩაჭიდება, აი რომ ჩაეჭიდება, აი არ შეუშვეს ხალხი და ხალხი არ შეუშვეს მერე და შენ რო ესე იგი უცხოძალას ამბობ რუსეთის რუსეთი ვერ გითქვამს, ვერ ამოგითქვამს ენიდან. ამას არ ცulis არაფერი და პარალელს რო ავლებთ გერმანიის თავრობამაც კი პროტესტი გამოთქვა, როგორ შეიძლება მაგათ შედარება აქვს. გერმანიის საელჩო უბრალოდ. იმიტომ რომ როგორ შეიძლება შენ შეადარო და კიდე რაღაცა სიძულვილის იმაზე ლაპარაკობ და გახლეჩვაზე შენ ადარებ როდიონოვის ჯარისკაცებს იმ ახალგაზრდებს რომ და თუნდაც იმ პატიმრების მშობლებს რომლებიც ესე იგი თავისუფლებისთვის იბრძვიან ახლა არა მარტო როდიონოვსა თუნდაც ახლა დასავლეთის შედარება და ეს განცხადებები ერთი დონეზე დაყენება ანუ წარმოიდგინე საბჭოთა კავშირი რომელიც 200 წელია ჯერ მეფობა გაგიუქმა ხო რომელსაც ნამდვილად არ ითვალისწინებდა ერეკლეს დადებული ტრაქტატი გაგიუქმა ავტოკეფალია დაგიპყრო გუბერნიებად გაქცია გასაგებია რაღაცა დადებითიც მოიტადა იქ შვიდობა იყო აჭარა დავიბრუნდეთ სამცხე-ჯავახეთი დავიბრუნდეთ ნუ რაღაცა შეიძლება რაღაც დადებითი მომენტებიც ჰქონდა მას მაგრამ წაგართვა შენი სახელმწიფოებრივ რასის გამო თავარი მე 21 წელს თავიდან დაგიპყრო და ასე შემდეგ ამას ადარებ დასავლეთს და რა კონტექსტში რომ ისინიც რაღაცას გვაძალებენო და ჩვენ სუვერენიტეტში ერევიან მაგრამ რაღაცებს გთხოვენო და ასე შემდეგ და აგერ ხა სანქციებს გვიწესებენ ეს არის სუვერენიტეტის ჩარევა და ამ ორ რაღაცას ანუ ოკუპანტს დამყრობელს რომელიც 200 წელს შენ დამყრობელი იყო და დასავლეთს რომელიც ამდენი წელი გეხმარება და ერთ-ერთი რასაც გთხოვდა იყო რომ დემოკრატია გააუმჯობესე ხო სასამართლო იყოს დამოუკიდებელი ადამიანის უფლებები იყოს დაცული და ასე შემდეგ და შენ როცა გაგიხსნა ეს მოლაპარაკებების ის მოგცა საშუალება რომ ევროკავშირში გაწევრიანებულიყავი ამ ყველაფრის გაკეთებაზე უარი თქვი ხო სასამართლო ანუ წარმოიდგინე 9 პუნქტამდე ჩამოიყვანეს 12 პუნქტი 9 პუნქტი დაგვიდეს და ხელისუფლება თქვა რომ არცეც არ შევასრულებ აქედან იმ 12 პუნქტიდან 3 მაინც შეასრულეს ხო აქედან და ამის საპასუხოდ ამბობს რომ სიამდვილეშიო ჩვენო იმიტომ გითხეს ვარიო რომ ომში რო არ ჩავერთერთო და კი ეს სათქმელი როდის ექნებოდა იცი ხელისუფლებას ის 9 პუნქტი რო შეესრულებინა და მერე მაინც არ გაეხსნა ჩვენთვის მოლაპარაკებები მერე მეც შევუერთდებოდი კობახიძეს და პაპუაშვილს და ვაგინებდი ევროკავშირს მათთან ერთად რაღაცა ჯინი ჭირდა მაგრამ არა თუალები მე და შენაც ვაგინებდით ხო ევროკავშირს ეს ურთიერთობა წარმოიდგინე ხა ეს არ შეასრულეს და ამბობენ რომ დაგჩაგრესო და გუშინ გამოვიდა აღარ მახსოვს ახლა კალაძე ეხთო ისე იმეორება ერთმანეთს რომ ჩვენ კი არ გავაჩერეთო მოლაპარაკებებიო აგერ რომ გაგვიხსანოთ მოლაპარაკებები და დღეს ვემზად ვართო ეს დაახლოებით როგორც ეს ახლა ლექტორი ხარ შენ სხვა სტუდენტს დავალება რომ იცე და გამოცდისთვის და სტუდენტმა რო არ მოამზადოს
და შენ ნიშანი არ დაუწერო და მე თქვა სტუდენტმა რომ დამჩაგრა ეხლა მართალი არ მომამზადება მე მზად ვიყავი რომ ნიშანი დაეწერა რატო თქვა უარი დათომ თქვა უარი ნიშნის დაწერაზე თორე მე სიამოვნებით მივიღებდი ნიშანს აი დაახლოებით ეს ლოგიკა მე ზუსტად მაქვს აი მომხრეების არ არის სახარბელო მდგომარეობაში მომხრე ახლა აი ამ ყველაფერი სიგიჟის მან უნდა თავი უკაცრავად და გაიდებილოს იმისთვის რომ მართლა ერთ წელზე დააყენო ევროკავშირის და იგივე ამერიკის შეერთებული შტატების ადრინდელი მოთხოვნები იმასთან რაც საბჭოთა კავშირი იყო და საბჭოთა კავშირი იყო პირდაპირ დამპყრობელი რასაც ქვია რუსეთს აქ შენს მიმართ არ ცნობ შენ ტერიტორიულ მთლიანობას ორი საელჩო აქვს სამხრეთ ოსეთში აქვს საელჩო აფხაზეთში აქვს შენი დამოუკიდებლობა შენ ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს როგორც ქვეყანას რატომ ყველაფერს თავი დავანებოთ ხო და დასავლეთი რა სიტყვის ახლა არის შენ გაქვს ურთიერთობა აქ გაქვს ხელშეკრულებები დადებული ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან ამერიკასთან ქონდა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება კიდე სხვა რაღაც ხელშეკრულებები გაქვს ვალდებულებები აღებული რეფორმებს ჩაატარებ იგივე ის ევროკავშირთან ეს სასამართლო რეფორმის ვალდებულებები გაქვს აღებული და შენ გინდა რომ ესე იგი ის აქ ეს მურუსიძე ჩინჩალაძე და ექსასტავე მოკლედ დასვა აქ ამათ აკეთო შენი არაფერი და ეს ჩაგითვალო იმათმა რომ ხო კი თურმე გაგიკეთებ ხო ამას წარმოიდგინე ხა 9 დავალებიდან არც ერთი არ გააკეთეს და ამბობენ რომ დაგჩაგრესო არ ვიცი ხა და თან ამას ეხა ისე ასახებენ თავიანთ მომხრეებს რომ ისინიც ამას იმეორებენ ხო დაგჩაგრეს აბა ეხა ის მომხრე იმეოროს იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ამართლებს ეხა ერთადერთი გამართლება არის რომ გთხოვდნენ ომში ჩასვლა ეს ხო სისულელია ეს შეეხება ხო ეხა ვინ ლაპარაკობს ხოლმე დასავლეთის მხრიდან სუვერენიტეტის ჩარევაზე ხო პირველი დაიწყო პუტინმა რუსეთმა და სუვერენული დემოკრატიის ტერმინი შემოიღო რომ ვინ ეკითხება დასავლეთს მე აქ რას ვიზა იგივეს ამბობს მაგალითად ალიევი ატრიალებენ ორი დღე ატრიალებენ ალიევის განცხადებას რომელმაც ხარი დაუჭირა ქართულოცებას და თითი დაუქნია დასავლეთს და თქვა რომ თავი დაანებეთ შინაურ საქმეებში ჩარევას ეს იმიტომ რომ ალიევი ჩვეულებრივი დიქტატორია ანუ ლუკაშენკო იგივეს ამბობს ანუ ყველა დიქტატორი ამბობს მაგას რომ დასავლეთი ერევა ჩემს სუვერენიტეტს რატო ანუ დასავლეთი გეუბნება რომ შენ თუ გინდა რომ შენი პარტნიორი ვიყო ჩემ სტრუქტურებში გაგაწევრიანო ჩემი სიკეთეებით ისარგებლო და ასე შემდეგ დაამყარე მან დემოკრატია და არც დიქტატორს ახლა დემოკრატია არ უნდა და იწყებენ მე ყვირილს რომ აი ეს არის სუვერენიტეტის ჩარევა შევი გეკითხება მე აქ დემოკრატია მექნება თუ დიქტატურა მექნება აი ზუსტად იგივეა ბუნებრივია ხა ალიევმა ჩვენს ხელისუფლებაზე ადრე დაიწყო დასავლეთის გინება იმიტომ რომ ევროსაბჭოდან ხმის უფლება შეუჩერეს ევროსაბჭოში რამდენიმე წელი ქონდა სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო დემოკრატიის დარღვევის გამო გასაგებია მეორე მომენტიც არის ალიევს ოფიციალურად დაგნათქვება როკიზა ხო რა თქმა უნდა ჩვენ კონსტიტუციაშიც გვიწერია და ხალხიც და საზოგადოებაც ისო ჩვენ დასავლეთში და ამ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ეს არ არის ჩვენთვის რაღაცა ტაქტიკური ნაბიჯი ეს არის ძირეული სტრატეგიული მიზანი რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან და ეკონომიკურ განვითარებასთან ჩვენ თუ სხვანაირად ჩვენ რუსეთის ასე ვთქვათ გავლენიდან სფეროდან ვერ გამოვა ელემენტარულად ანუ მე ამას ვამბობ რას გულისხმობს როცა ლაპარაკობენ დიქტატორები პუტინი ლუკაშენკო და ალიევი იმას რომ სუვერენიტეტი ერევა ჩვენ დასავლეთ გულისხმობს იმას რომ მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი მე ვარ დიქტატორი ვარ მინდა სასამართლოს გავაუქმებ მინდა ტელევიზიებს დავხურავ რასაც მინდა იმას ვიზამ ყველა ხმას ჩავაკმედინებ და შენ თუ ჩემს საქმეში ჩაერევი ეს გამოდის სუვერენიტეტის ჩარევა მაგრამ ამას ახლა თავიდან მეორე მხრიდან შევხედა ის ხალხი ვინც ხელისუფლების მომხრეები გვეუბნება რომ ეს არის სუვერენიტეტში ჩარევა და ასე შემდეგ მეორე მხრივ ისე ვისახი ზეუნება ურთიერთობაში რო შევხედეთ მეორე მხრივ იგივე ხალხი ხელისუფლების მომხრეები და სხვაებიც გვეუბნებიან რომ ჩვენ ნატოში არ უნდა გავწევრიანდეთ, იმიტომ რუსეთი გაღიზიანდება. არა, ხო ევროკავშირისკენ არ უნდა წავიდეთ, რუსეთი გაღიზიანდება. ანუ ადამიანები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ რუსეთის ნებართვის გარეშე ჩვენ არსად წასვლის უფლება არ აგვაქვს. და თურმე რუსეთი რო გვიკრძალავს ნატოში წასვლას და აგვიკრძალავს ევროკავშირში ჩასვლას და ამას რო დავემორჩილები, ამას რო ვემორჩილებ, ეს თურმე სუვერენიტეტის ჩარევა არ ყოფილა. ანუ თურმე სუვერენიტეტი ბაბადებს, როცა შენ რუსეთის შიშით რაღაცას არ აკეთებ. ანუ ესეთი ორმაგი სტანდარტი ანუ ევროკავშირი რო გეტყვის რომ სასამართლოში მურუსიძე არ დანიშნო, იმიტომ რომ ის არის ჯერ კიდევ ადეიშვილის მონა იყო და ეხაც მონა არის და დანიშნე დამოუკიდებელი მოსამართლეები, ეს არის სუვერენიტეტში ჩარევა და რუსეთი რო ხელს დაგიქნევს და გეტყვის რომ ნატოში არ წახვიდე, თორე მოვალ და გადაგივლი. ეს თურმე სუვერენიტეტში ჩარევა არ არის. ეს არის სუვერენიტეტის დაცვა.
აი ასე ნამდვილად ასეა, თუმცა აი ეს 9 აპრილის დღეებში რა რიტორიკაც ჰქონდა ხელისუფლებას, რა განცხადებებსაც აკეთებდა და იმ პირველი მთავრობის კობახიძის განცხადების შემდეგ ძირითადად პაპუაშვილის, კობახიძეც, დინარაძეც მე ისინი ცდილობდნენ გამოესწორებინათ ეს იაღლისში ამ უცხოძალის ხსენებას რაც მოყვა, თუმცა მე უარესებს ამატებდნენ ზე. სხვა შორის აქ თამთას ჩვენი ხსნარია ხოლმე გადაცემაში სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თამთა მიხელაძე, მას ჰქონდა ძალიან საინტერესო სტატუსი, Facebook-ის სტატუსი, სადაც ამბობდა რომ ხელისუფლება აი პრაქტიკულად აი როგორ გითხრა, ჩაუვარდა ყველა ის თარიღი, რომელიც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი და დაკავშირებულია რაღაცა მათ რა ვიცი პოლიტიკურ, ეროვნულ თუ რაღაც ესეთ იდენტურ საკითხებთან, აი 9 აპრილი მაგალითად, მანამდე 31 მარტი, მანამდე იყო კიდე რა ვიცი ახალი წელი თუნდაც ესეც ხო ისეთი თარიღია, რაც ხალხი ზაიმობს და რაღაც აი ესეთი რაღაც გაერთიანების და იმისთან დაკავშირებული სიმბოლური თარიღები რაც არის ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ყველა ჩააგდო ხელისუფლება, ყველაფერზე აქვს არასწორი რეაქცია და პრაქტიკულად ვერ მოახერხა საკუთარი თავი როგორ წესი საზეიმო დღეები ხელისუფლების პროპაგანდისთვის უნდა იყოს სასარგებლო. იმიტომ რომ ამ დროს ხელისუფლება გამოდის რაღაცა ხალხს ელაპარაკება ერთობაზე, აერთიანებაზე, ერთიან სულისკვეთებაზე და ესენი ვერ გაცდენ ამ თავის რაღაც აი ამ ამორალურ და ბინძურ და უსაზღრეს პროპაგანდას. სულ ცდილობენ რაღაც ხან deep state შეტანონ რამე ყველაფერზე. ასე შეეცადენ ამ 9 აპრილზე და ჩაუვარდათ კოზი ნაცარში. ეხლა კიდე მოდის 14 აპრილი, აგერ ახლა ეს ქართული ენის დღე. დარწმუნებული ვარ, იქ რაღაც სისულელე სიტყვიან იგივეს. მერე მოდის კიდე იქით 26 მაისი. 26 მაისი ყველა საინტერესო იქნება. რა მოხდება 26 მაისს? ჩვენ გვახსოვს ახლა 2011 წლის 26 მაისი, როდესაც მაშინ ოპოზიციამ თქვა ნინო ბურჯანაძემ, ის იყო მაშინ ის ატარებდა აქციებს რუსთაველზე, რომ რუსთაველზე დარჩებოდა და არ ჩაატარებინება აღლუმს და მერე სააკაშვილის ხელისუფლებამ რა გააკეთა. როგორ დაარბია, სასტიკად დაარბია შეიძლება ითქვას ეს ნუ ყოველგვარი რაღაც ეს გადაჭარბების გარეშე იყო უსასტიკესი დარბევა და ეხლა თუ ასე მოხდა და აქციის მონაწილეები სულ რუსთაველზე არიან ყოველ დღე და თუ მაისამდე მივიდა ეს პროტესტი და 26 მაისს ესეთი თარიღია შეიძლება უფრო მეტი ხალხიც გამოვიდეს და გაათიოს იქ ღამე ვიდრე ახლა 9 აპრილს, ხო? მე რასაპირებს ეს ხელისუფლება აღლუმს გაუქმებს თუ სააკაშვილივით დაარბევს აი რას იზამს ესეც საინტერესო საკითხია. მე მგონი საინტერესო იქნება ნამდვილად, თუმცა აგერ ტრევანდელის ანალოგიით თუ იმჟელებს გააჩნია ეს სიტუაციას გააჩნია თუ ვიზირა ივანიშვილმა ჩათვალა რომ მას ყველაფერი შერჩება და ნახო რომ მათი მომხრეები ძალიან გაბრაზებულები იყვნენ იმის გამო რომ 9 აპრილს იქ პრემიერ-მინისტრი ვერ მივიდა. ჩვენ თუ ნახა დააკვირდი მათი მომხრეების პოსტებს, ვინც არიან რადიკალი ქოცები ასე ვთქვათ. ისინი თავად ლანძღავდნენ ხელისუფლებას, რომ ეს ხალხი ვინ არისო, როგორ უნდა დაგიშალოთ იქ მემორიალთან, ისე იმიტომ მართლა არ მომხდარა ასეთი ამბავი, რომ ხელისუფლება ვერ მოსულიყო მემორიალთან. ან შესაბამისად, ეხა ხელისუფლებამ თავის მომხრეებში რაღაც ქულები დაკარგა ამით, რომ იქ ვერ მივიდა. ხო, მაგრამ ეგ ხალხი, მოდიცოთ ცინიკურად რომ არცად წამსვლელი არ არის რა. ეს ხალხი ვინც ხელისუფლებას საყვედროს და მისგან მოითხოვს რომ დაიჭიროს ყველა ის აწიეს ასე ვთქვათ კამპანია და ამიტომ შემდეგ რას იზამს ხელისუფლება არ არის. პრაგმატულად უყურებენ ხელისუფლებას ეშინია დაკარგოს მოყმანი ხალხი. არა, ეხლა უკაცრავად ჭყარკავის დაკარგვის არ ეშინია, იმიტომ არც ვერ დაკარგავს. რაც არ უნდა გააკეთონ. როგორადაც არ უნდა მოუშალონ მას ნერვები, ის არავითარ შემთხვევაში არ წავა და ოპოზიციას მხარს არ დაუჭერს. ეს იციან. ამიტომ ცინიკური დამოკიდებულება აქვს თავიანთი მომხრეების მიმართ. ისინი უფრთხილდებიან, აი ვინ შეიძლება ყოყმანობდეს, ვინ შეიძლება რაღაცა დღესაც განაცხადა კობახიძემ თუ გუშინაც, რომ მიზანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ნუ აბსოლუტურად უტიფრად განაცხადა ეს. ახლა რასაც ესენი ჩადიან ეს დღეები, ამის მერე რომ იტყვი რომ ჩემი პოლიტიკური დღეს არის, იმიტომ რომ უფრთხილდება იმ ამორჩეველს უფრთხილდება, ვინც მის მომხრეებში ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ ეს ბოლოს ბიზინა ყოვლის შემძლია და ყველაფერს დაალაგებს და ევროკავშირში რჩება. ასეთები უფრო მეტნი არიან.
მის მომხრეებში და ეხლა ისეთი როგორც გითხარი პირდაპირ პრორუსები ან ორთოდოქსები და თელ ოპოზიციას რო უყურებენ როგორც რაღაც ამოწყვეტის ობიექტს როგორც ესენი გავყაროთ ამოწყვეტოთ და ციხეში ჩავყაროთ ეს ხალხი საწავლო ვიტყვი რაღაც ძველი ანეკდოტი როა რაღაც ერთი სუის მახსენდება მაგაზე წყალქვეშანავში რუსიას კითხულობს ტიპი და ვარო ყველა იძახის და ბოლოს იტყვის საწახვალ თქვენი დედა აგედა საწახვალ და წყალქვეშანავიდან აი ეს არის მაგ ხალხი და საწავლენ არსად არ არიან ეგენი წამსვლელები ამიტომ მათ ისინი არ გაუწევენ ანგარიშს უფრო დაუპირდებიან როგორი მოქმედდორში მაგალითად ეხზენო მივარდნენ და დაერბიათ ეხლა და დაეჭირათ ესენი კი დაშ დაუკრავდნენ ეს ჭღარგავა და მისდაირები მაგრამ სხვები აი ეს მოყოყმანები იმენდეს არ მოეწონებოდა თუ იქ როგორ პატიმრების შობლები დაარბია უკაცრავად რა ეს ძალიან ცუდად გაიჟღერებდა და შეიძლება პირიქით დაეკარგათ მაშინ ამ მომრჩეველი. ასე არ კარგავენ. ამიტომაც არიან ასე და არის. ხო, მაგრამ 26 მაისსაც იგივეს იზამენ. ვერ გეტყვი, კონექტურას გააჩ. ეს არის ხალხი, რომელიც საკმაოდ ცივი გონებით მოქმედებს უბრალოდ ბიზნეს, ბიზნეს და კუბახინძეს ერთდროულად მუდმივად ატარებენ სოციალურ გამოკითხვებს, ერთდროულად განწყობებს. და მათთვის აი ეს მომიჯნავე განწყობებია უფრო საინტერესო დღემდე რო იმეორებენ ის ომში გვითრევენ ესე უნდა და ასე უნდა იმიტომ დაინახეს რომ ეს მოქმედებს დღემდე რო იმეორებენ რომ ნაცები იმიტომ რომ მოქმედებს ეს ნაცები ყველაზე ესეთი მე მგონი ხალხი რომელსაც ვერაფერს ვერ შეაგდებიან არიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები იმიტომ რომ როცა ეუბნები რომ მუშაობს ეს ნაცების ბუად წარმოჩენა დღემდე მუშაობს 12 წლის მერე მუშაობს არ მიტარჯერათ ესო კაცო 12 წლიანი პროპაგანდის შედეგია რა შეიძლება გისი შედეგია კაცო შედეგია პროპაგანდა გვარჩელება ის პროპაგანდა ჰაერიდან ხო არ მოდის დგას იმ დანაშაულებებზე რაც მოხდა ნაციონალური მოძრაობის დროს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს და პროპაგანდას ხო ხელისუფლება რასაკეთებს ხო არ ავიწყებს ასე ხო ეს მუდმივად აღუებს მაგრამ არ არსებულ ფაქტებს ხო არ იგონებს არა და შესაბამისად ეხა ამ ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს ძალიან წყინთ რომ თქვენს რატო ამბობთ რომ ნაცები არიან ბუას როლში და არიან და ფაქტი ეს არის და ჩვენი ბრალი ანუ წარმოიდგინეთ მათ დააშავეს იმ 12 წლის განმავლობაში მე 12 წლის განმავლობაში ვერაფერი ვერ გაიგეს, ვერაფერი ვერ ისწავლეს, ბოდიშიც ვერ მოიხადეს წესიერად, რომ ბოდიში მოიხადეს კი არა, ბოლო დროს ზითად იმას აწვევია, რომ ის დასაჯერი იყო, ვიღაცა ფოტოგრაფები დასაჯერი იყო, ყველა აგენტი. ვარ ეს ამბობენ, ანუ ხალხს რომ დავიწყებოდა ესეც კი ვერ მოახერხეს და თურმე ჩვენი ბრალია, მე ეხა დღეს ნაცები რომ ჩემს აღარ ლაპარაკობ, შენც გაბრალებენ ხოლმე, მაგრამ მე კიდე უფრო მეტად რომ ბიზინა მოვათრიეთ. კონცეფტი მას საყვედურობენ ბიზნესს მოგათრიაო და არ დაუფასო. მე მგონი კონცეფტი უფრო მართალი არის არა მამაში. იმიტომ რომ ბიზნესი იყო მაშინ რეიტინგული და არა ოპოზიციური პარტია. ხო რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ ახლა ჯერეთი არცეც არავინ არ მოუთრევია რა თქმა უნდა აქ იყო ინტერესთა თანხwebdriver. ყველანი ვიყავით დაინტერესებული იმ ხელისუფლების შეცვლად. მაგრამ მიზანი ჩვენი რა თქმა უნდა სულ იყო ჩვენი სულ კი ერბინო და ასეთი ისყოფილი ხო რაღაც დღეს არის კი არა. გუშინაც ოპოზიციაში ვიყავი და გუშინ წინაც უკვე პრაქტიკულად ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და ქართული მე მგონია საერთოდ ადამიანი რომელიც პოლიტიკასთან შეხებაში ისინი მიზანი უნდა იყოს ნორმალური სახელმწიფოს აშენება და ვისი მომხრეც არ უნდა იყოს როდესაც ამ დემოკრატიის ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას აქვს ადგილი ის უნდა თქვას რომ ეს დარღვევა კი უნდა გაამართლოს როცა ვახდენ ფაქტის კონსტატაციას ვახდენთ რომ 12 წელია ნაციონალური მოძრაობა ასრულებს საფრთხობელას როლს და ბუას როლს და ეს ეხა იმის შედეგია დავანებოთ თავი რისი შედეგია ეს არის ფაქტია შენ ვერ დააღწია ამისგან თავი ანუ პრობლემას ქმნი ოპოზიციაში მე ამაზე ასე ამბობენ რომ რა ვქნათ ეხა ხო არ აღგზავნათ ნაციონალურ მოძრაობას არა რა თქმა უნდა არ აკრძალო აკრძალოს მომხრე არა ვარ მაგრამ აქ საბოლოო ჯამში ნაციონალური მოძრაობა რო არის ერთ-ერთი მთავარი ნებსით უნდებლივი მოკავშირე გამოდის ამ ხელისუფლების თავისი აი ამ საფრთხობელობით ხო? ეხლა ამ ფაქტს ვერსად ვერ გავექცევით რა რაც არ უნდა იძახოთ ბიზნეს პროპაგანდის შედეგია თუ რუსების პროპაგანდის შედეგია რაც არ უნდა იძახოთ ბატონო ეს არის ფაქტი და მე თქვენ რო გეგონათ რომ 12 წელიწადში ეს გაივლიდა აგერ თავიდან შექმნეს კომისია ეხლა კიდე გაახსენებენ თქვენს დანაშაულებს და 12 წლის მერე კიდე 12 წელი მაგაზე ილაპარაკებენ ამ ოპოზიციამ თავად უნდა მოიფიქროს რას უზამს ნაციონალურ მოძრაობას როგორ მოგა, მაგრამ მანამდე მე მგონი ხელი ესაპირებს, რა ქვია, აკრძალოს და მე მართლა ძალიან მიკვირს, რომ ასეთი ერთგული მოკავშირე როგორც ნაციონალური მოძრაობა არის. ესეთი ერთგული საფრთხობელა როგორც ნაციონალური მოძრაობა არის, რატომ უნდა აკრძალოს ქართულ მოძრაობას ვერ ხვდები? დაუშვათ აკრძალა.
მე თუ ვიღაც არ მოეწონა იმას სიტყვის აი მე რო აგზალე ისინი არიან ასე თქმა უნდა რა ენაღულებად ეხლა ესენი არიან მართლა მე დათოზუბაშვილმა თქვა თუ არ ვწვევი და სადღაც ვეთანხმები მე არ ვჩება შტაბ-ეჭდილება რომელიც ბოლომდე გაცნობიერებული აქვს საით მიერეკებიან ამ თავიანთ ანტიდასავლურობაში და ანტისახელმწიფოებრიობაში აი საით მივლენ რაზე სანამდე მივლენ არ გონია რომ ფლად ბოლომდე იცოდე ესენი მიერეკებიან იმიტომ რომ ამათ გონიათ რომ ბიზინა მიცის იმასაა ყველაფერი და ისევნება ასეკენით ის რა ლეგენდებშია რა ზღაპრებშია რა სიზმრებშია კაცმა არ იცის კიდე რა და რეებს ალაგებს იქ დავის გონებაში და რამდენად ის არის და უბრალოდ ეს ყველაფერი არის დაფუძნებული მხოლოდ ბიზინა ივანიშვილის ყოვლის ცოდნეობის რაღაც მითზე რომ იმან ყველაფერი იცის და რომ მეუნება ასე გაგდა მიდით აგინეთ მაგის დედაცვადრე გამოვარდებიან ესენი აგინებენ მე ის ამას მოყვება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგები უკვე ძალიან მძიმე სიტუაციაში ვარ. რა შედეგი სანქციების ამბავი გაგვახსენდა ხა აი სანქციებზე გახსოვს როგორ რეაგირებდნენ თავიდან აგდებულად უყურებდნენ რომ აი სანქციები გასა მე ბიზინა იზახდა რომ მე საერთოდ დასანქცირებული ვარ უკვე ეს კალაძის გამოსვლა გვახსოვს რომელიც ამოდა რომ არავითარი სანქციები არ იქნება ამას უმეორებდნენ ბიზნესმენებსაც უმეორებდნენ მთავრობის წევრებსო არავინ თქვენ არ დაგასანქცირებთ მოგეშინიათ აი ახლა როდესაც ბრიტანეთმა დაიწყო საქართველოს ხელისუფლების თანამდებობის პირთა დასანქცირება და ბოლოს იყო აგერ 4 ძალოვანი სტრუქტურის 4 წარმომადგენელი მათ შორის გენერალური პროკურორიც რომ კოკა კაციტაძე საგანგებო კოკა კაციტაძის დასანქცირება ყველაზე მეტად გამიხარდა იმიტომ რომ წარმოიდგინე ადამიანი არის აი მისი მთავარი მოვალეობა რომ ძალოვანების დანაშაული გამოიძიებს ამ ხნის განმავლობაში რამდენმა ძალოვანმა ცემამ კამერების წინაშე მომიტინგე ცემეს ჟურნალისტები გურამ როგავა ჩვენი კოლეგა მომიტინგებს 10 კაცი ერთად ურტყამდა და არაფერი ერთი მეჯისკი არ გადავიდა. და თინახიდა შვილმა დაწერა, მე მგონი თუ ანანაცულშვილმა დაწერა, რომ ეს სანქციები პირველად მოხდა არა ქმედების გამო, არამედ უმოქმედობის გამო. რომ რამე კი არ ჩაიდინა კოკა კაციტაძემ. უმოქმედოდ რომ არის და არ იძიებს ამ დანაშაულებებს ამის გამო დასანქცირდა ის. უმოქმედობას მოქმედება შესაბამისად მაგრამ პროკურორიც ნახოთ რეაქცია როგორია მაგის გამო არის რეაქცია როგორია ამ სანქციებზე ეს აღარ არის ის რეაქცია რომ მე რა არა ახლა საკმაოდ კინოებული რეაქცია არიან აღშფოთებულები რას დაემსგავსა ინგლისიო გაიძახიან და ბრიტანეთიო რას გვანანო როგორ იქცევიან როგორ იქცევიან როგორც კოლონია ჯერდი კოლონიას არავინ არ ასანქცირებს მოდი რა ასე ვთქვათ ეგ სანქციება არ შემოაქვს მართლა რომ კოლონიასავით ვიყურებდნენ აი მე გენახა მაშინ რაღაც ეი უნდა სხვანაირად მოგიქცევა მაშინ მაგრამ შენ ახლა ტრულად ეგცევი შენ არასრულებას ეგ როგორც გითხარია ივალდებულებას რომელიც შენ თვითონ გაქვს ნაგისრი ბუნებრივია სანქციები წამოვა და ძალიან კაფეო თქვა ინგლისის ასე ვთქვათ ოფიციალური პირები ბრიტანეთის ოფიციალური პირებისგან ძალიან კაფეო ითქვა რომ თუ საქართველოს არ დაბრუნდება ასე ვთქვათ ევროინტეგრაციის გზაზე ცხადია სანქციები იქნება კიდევ ეს არ არის ამის მიზეზი რა არის ის რომ ეს არის ქართული ხალხის მოთხოვნა რომ საქართველოს იყოს ევროინტეგრაციის გზაზე. და არა, იმიტომ რომ ხა ვიღაცას უნდა ანარობა და ასე შემდეგ. არის კიდეც ესეთი მოთხოვნა. ხო, კი ბატონო. ყველა გამოკითხვა და გამოკვლევა ამას ამბობს. მოკლედ ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ საკმაოდ საინტერესო სტუმარი შემოგვიერთება, ჩაგვერთვება უფრო სწორად ელენე ჯაფარიძე, ფსიქოლოგი და მასთან ერთად ვისაუბრებთ ამ აქციების თემაზე. ხო, მას ჰქონდა ძალიან საინტერესო Facebook სტატუსი, რომელიც მეც გავაზიარე, შენც გააზიარე და საერთოდ ხვდას წილად ძალიან დიდი მოწონება აი ამ საპროტესტო, საკმაოდ ჭრელი საპროტესტო საზოგადოების და საინტერესო ჩვენ გვაქვს ახლა რეკლამა და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით საინტერესო სტუმართან ერთად. ასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის ამ ნაწილში შემოგვიერთება ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე, რომელიც ჩაგვერთვება, მივესალმები მას. გამარჯობა, ქალბატონო ელენე. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ რეკლამამდე, რომ საკმაოდ საინტერესო პოსტი გედოთ აი ამ აქციის ანატომიაზე, ხო, ასე ვთქვათ, სიბრაზეზე, როგორ
გამოვიდა ეს ხალხი თავიდან სიბრაზის გამო, გარეთ, მაგრამ ეს სიბრაზე ნელ-ნელა გაილია. ნუ არ შეიძლება იყოს მუდმივი. ბატონო, ხო, მუდმივი ვერ იქნება, ბუნებრივია ხალხმაც იკლო, იმდენი აღარ დადის აქციებზე. მაგალითად, კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ ენერგია აღარ აქვს აქციებსო. გვახსოვს ჩვენ რამდენიმე დღის წინ და ეხლა 9 აპრილზე უნდათ რომ შემატებოდაო ეს პროვოკაციას, ამიტომ გვიწყობდა და მე საინტერესო გაგრძელება ჰქონდათ რა მუშაობს ასეთ დროს და როგორ მუშაობს. მოკლედ, ვისაც არ წაუკითხავს ეს პოსტი, მათ რომ აუხსნათ აი ეს ყველაფერი, რაზეც თქვენ ჰქონდათ იქ დაწერილი. კი ბატონო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ბოდიში რომ ასე ჩართვით ვარ და არა სტუმრად და რაც შეეხება მთავარ აზრს, ხო, რატომაც არ მოველოდი სხვათა შორის რომ ესეთი გამოხმაურება ექნებოდა და მივხვდი რომ როგორც ჩანს ადამიანებს სჭირდებოდა თამისი ახსნა, იმიტომ რომ ბევრი კითხვის ნიშანია და ხშირად ის ფაქტი რომ ჩემი სოლიდარობა შეიძლება არ იყოს გამოხატული ქმედებაში და მე არ ვიდგე მაინც და მაინც რუსთაველის პროტესტზე აღიქმება თითქოს და მე ჩემს ღირებულებებზე ვთქვი უარი, რაც არის არასწორი. ანუ ნებისმიერ პროცესს აქვს თავისი დინამიკა და მთავარი სათქმელი ამ პოსტში იყო ის, რომ იმისთვის რომ რაღაცა დაისტარტოს და რაღაცას ჰქონდეს და პირველადი აფეთქების ძალა, ასე ვთქვათ, ძრავი ჩაირთოს, ბრაზი არის ხოლმე საუკეთესო ემოცია, იმიტომ რომ ბრაზი არის ასე ნაპერწკალი აფეთქდება და ადამიანი ბრაზს ვერ იკავებს მარტივად და სჭირდება რომ ეს ბრაზი გამოავლინოს ქმედებაში. და ნებისმიერ ესეთი უსამართლო პროცესები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წარიმართა განსაკუთრებით უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ძალიან დიდ ბრაზს წარმოშობდა საზოგადოებაში. მაგრამ ბრაზი იმის და მიუხედავად, რომ არის ძალიან ძლიერი ენერგია და არის პირველი დიდი ნაბიჯის გადამდგმელი, ხო, დროში ბრაზი თავის თავს ვერ ინარჩუნებს, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს გვაქვს კოდი ჩაშენებული თვითგადარჩენის. მე უნდა გადავრჩე. და ესეთი ინტენსიური ბრაზის მდგომარეობაში ადამიანი ვერ გადარჩება, ვერც ფიზიკურად, ვერც ფსიქოლოგიურად, იმიტომ რომ ბრაზს ახასიათებს თავისი ფიზიოლოგიური ძალიან სერიოზული ცვლილებები, იცვლება თავის ტვინის ბიოქიმია, ძალიან დიდი რაოდენობის კორტიზოლი გამომუშავდება. კორტიზოლი თავის მხრივ იწვევს სხვა ფიზიოლოგიურ პრობლემებს, როგორიც არის მაგალითად კუნთოვანი დაჭიმულობა, როგორიც არის გულის აჩქარება, როგორიც არის სპაზმი გულსის ძარღვთა სისტემაში, როგორიც არის სუნთქვის გაძნელება და შესაბამისად ესეთ დროს ტვინს მიეწოდება სიგნალი, რომ ორგანიზმი უნდა გადაარჩინოს, ამიტომაც უნდა დაცალოს ბრაზისგან. და დროთა განმავლობაში, ანუ როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს უსამართლობის განცდა, ჩვენ ვიწყებთ თვითგადარჩენის სტრატეგიას. ანუ ჩვენ დაუნებურად ამას ადამიანი არ აცნობიერებს, იმიტომ რომ ადამიანი როცა მოევლინა ქვეყანას, მას თავარი ამოცანა მისი, როგორც ნებისმიერ ცოცხალი ორგანიზმის არის, რომ მან უნდა გააგრძელოს სიცოცხლე. და შესაბამისად იწყება ნელ-ნელა ამ ბრაზის რეგისტრის ქვემოთ ჩამოსვლა. ის უნდა აუცილებლად ჩანაცვლდეს რაღაცა ისეთი მექანიზმით, რომელიც იქნება ხანგრძლივი მოტივატორი მთელი იმ ქმედებისა და იმ გზისა, რომელსაც მე დავდივარ. ხო, ანუ რო შევაჯამოთ ეს პირველი ნაწილი, ქალთო ელენე, ანუ ბრაზი მაგალითად 28 ნოემბრის განცხადება იყო ეს ტრიგერი. ყველა გავბრაზდით. ირაკლი კობახიძის, რომელმაც გამოიყვანა ეს ხალხი და საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა ეს ბრაზი. ძალიან დიდხანს გამოდიოდა ბევრი ადამიანი, ეხლა დღესაც გამოდიან და ყოველდღე იკეტება, მაგრამ ნუ იმდენი არა, იმიტომ რომ როგორც თქვენ ამბობთ, ეს ბრაზი ნუ ნელ-ნელა ყოველთვის ქრება და შესაბამისად ეხლა ჭირდება რაღაც ახალი საწვავი, ხო, ამ აქციებს ამაზე ვსაუბრობ. აი ნახეთ, ის ადამიანებიც კი, რომლებიც თქვათ სისტემატიურად გამოვდივართ რუსთაველის პროსპექტზე, ხო? მე არ ვიტყოდი როგორც ფსიქოლოგი, რომ აქ ბრაზია წამყვანი, რომელსაც გამოვყავარ. ანუ მე არსად არ დამვიწყებია ის ფრუსტრაცია და ის უსამართლობის განცდა, რომელიც არის ამ პროტესტის სათავე, ხო? რის გამოც მე რაღაცას ვაპროტესტებ. მაგრამ გამოსვლის მოტივატორი, რის გამოც ადამიანი იცვავს სახლიდან გამოდის და ყოველ საღამოს თუ არა ორ დღეში ერთხელ მაინც დგას ქუჩაში, ეს უფრო სხვა განცდაა, რომელსაც ქვია სოლიდარობა.
რომელიც ხშირად არის ხოლმე კონკრეტული ადამიანების ჯგუფისთვის დამახასიათებელი იდენტობის ნაწილი. ნახეთ, აი რითი განსხვავდება მაგალითად თანაგანცდისგან და თანაგრძნობისგან სოლიდარობა. სოლიდარობა არის ქმედებაში გამოხატული თანაგრძნობა. ანუ ის კი არ არის რომ მე თანავუგრძნობ და ვაიმე როგორი ცუდია რომ რაღაცა მოხდა. არამედ მე მერთვება სიგნალი და მოტივატორი, რომ ამ თანაგანცდის დროს აუცილებლად ქმედებაში და საქციელში უნდა გამოვხატო ჩემი პოზიცია. სინამდვილეში, ანუ ის ფრუსტრაცია, რომელიც მოყვა ბევრჯერ, აი პოსტში მქონდა ახსნილი, რომ ნახე, მე ერთხელ გამაბრაზეს გავბრაზდი, გამოვედი. მევარჯერ გამაბრაზეს გავბრაზდი, გამოვედი და ბრაზი არის რეაქცია. გამოვედი იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ აღარ გამაბრაზო, ხო? ის რაც მაბრაზებს, რომ შეიცვალოს. ყოველ ჯერზე, როდესაც მე ვაწყდები კედელს და ჩემი ხმა არ ისმის, ჩემი პროტესტი არ ისმის, ჩემი ქმედება ხდება რაღაცნაირად დაუნახავი. საბოლოო ჯამში ფსიქიკის ნორმალური, ადეკვატური რეაქციაა, რომ გავჩერდე. აი, თუ ვილაპარაკებთ ნორმისა და ნორმის ფარგლებში, იმიტომ რომ ბუნებრივი რეაქციაა, რომ ყოველ ჯერზე, როცა კედელს ვასკდები, რაღაცა მომენტში უნდა გავჩერდე და თუ ვერ ვცვლი და ვერ გადამაქვს ეს კედელი, არ შევასკდე მაინც, იმიტომ რომ მე ტკივილთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩემ ბრას არ მოყვება შედეგი, მე მტკივა. და ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ, 100ჯერ რომ მეთკინება, შემდეგ ამას ანაცვლებს უკვე ძალიან დიდი იმედგაცრუება. იმედგაცრუება არის განცდა, რომელიც ჩვენ გვაშეშებს. ანუ იმედგაცრუება არის მდგომარეობა, რომელსაც არ აქვს ის ნაპერწკალი, რომელიც მე გამომიყვანს, რომელიც მე ამანთებს, რომელიც მე ქმედებაში გადაიყვანს ჩემს სურვილებს. ნახეთ, მე მრჩება იგივე მორალური ღერძი, იგივე ღირებულებები, მე მრჩება ზუსტად იგივე აზრი, რომ ის რაც ხდება არის არასწორი და მე მინდა რომ ხდებოდეს სხვანაირად, მაგრამ ემოცია ჩემი, რომელიც ისადგურებს და მთლიანად მომიცავს, თუ არის იმედგაცრუება და მე ვეღარ ვხედავ აზრს, რომ გავიმეორო იგივე ქმედება, მე ვჩერდები. ვიღაცებთან ის დგება უფრო გვიან, ვიღაცებთან ის დგება უფრო ადრე. კი ბატონო, და ქალბატონ ელენე, დათოს უნდა ერთი კითხვის დასმა მინდა უბრალოდ თქვენი გეწერათ საინტერესო აზრი, რომ აი რაღაცა ხანამ ბრაზით ვეღარ გრძელდება, აი უფრო მნიშვნელოვანია რაღაც იმედის გაჩენა, რაც შეიძლება მოიპოვოს რაღაც ლოკალურმა წარმატებებმა, მცირე წარმატებებმა. აი ეს როგორ შეიძლება და რაში შეიძლება ეს იქნას გამოხატული, იმიტომ რომ ამაზე თქვენ ბევრი გეთანხმებათ, მაგრამ აქ ყოველთვის აი როგორც თქვენ ეშმაკი დეტალებში, აი კონკრეტულად რა შეიძლება იყოს. ისეთი მცირე წარმატება, რომ ბევრისთვის ეს იყოს საერთო. სასაზიარო. ნახეთ, ჩვენი ფსიქიკა არის ესე მოწყობილი, რომ უფრო ნეგატივზე კონცენტრირდება, ვიდრე დადებითზე. ისედაც ჩვეულებრივ რეჟიმშიც კი და მით უმეტეს, როდესაც ესეთი რეჟიმი გვაქვს, სადაც 100-დან 99 ნეგატივი გვაქვს, აი 1%-ის დანახვა ფაქტობრივად შეუძლებელია ხოლმე. მაგრამ არის რაღაცები, რაც ჩვენ გვაერთიანებს, ხო? არის რაღაცა პატარ-პატარა ნაბიჯები, სოლიდარობის აქტების, ერთად დგომის, რაღაცა პატარა სიმბოლური გამარჯვებების, მე არ ვლაპარაკობ მასშტაბზე, რაღაცა გამარჯვების, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ. ამის აქცენტუაცია აძლევს ადამიანებს განცდას, რომ მე რომ მოძრაობ, ყველა უბრალოდ არ მოძრაობ. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანს არ შეუძლია ბუნდოვანებაში ყოფნა, ადამიანს არ შეუძლია უიმედოდ ყოფნა, ანუ ადამიანი ქმნის რაღაცებს მერე, რომ ხელჩასაჭიდი იყოს, ხო? ერთ-ერთი მომენტი, რომელზეც მე ვთქვი, რომ აქცენტუაცია უნდა გაკეთდეს, აქცენტი პატარ-პატარა რაღაცა პოზიტივებზე არ არსებობს, რომ არ იყოს და ეს არის კომუნიკაციის სტრატეგია. მეორე, მე არ ვლაპარაკობ ფუჭი იმედზე, ძალიან მინდა განსაზღვროთ და მნიშვნელოვანია, რომ ეს გავიაზროთ, რომ რაღაცა ტოქსიკური, არარეალისტური იმედი არის დამღუპველი. მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ დღეს მთელ ამ პროცესს აკლია კომუნიკაცია, აკლია მიმართულება, აკლია საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებიც
რომლებიც ცდილობდნენ ჯერ კიდევ უკანასკნელი ძალებით რომ შეინარჩუნონ წინააღმდეგობა და აკლია ნახეთ რაციონალური სტრატეგია, რომელიც ნიშნავს იმედს. რომელიც ნიშნავს მიზანს, რომელიც ანუ მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ ამბობთ რომ რადგან ბრაზი მალე ილევა და გაილიეს ბრაზი, ეხა იმისთვის რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, საჭირო არის იმედი. იმედი რომ მივა სადღაც გამარჯვებამდე, მაგრამ ეს იმედი უნდა შეიქმნას რაღაც პატარ-პატარა გამარჯვებებით. ამ იმედს ვერც ოპოზიცია, ვერც ვთქვათ რაღაც ის ხალხი, ვინც შეიძლება ამის სათავეში იყოს, ჯერჯერობით ვერ იძლევა, ხო, როგორც ხედავთ. იცით რა, იმედი შეიძლება შეიქმნას იმისგანაც, როდესაც იარსებებს რაღაცა სტრუქტურა, რომელიც გეტყვის, რომ მე ვხედავ რაღაცა გამოსავალს და ესა და ეს არის. შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს აქ იმედი, შეიძლება ვიღაცას არ გაუჩნდეს, მაგრამ როცა აბსოლუტური ბუნდოვანება და ბრაზიც მილევადია. მან ნიჰილიზმი და სრული ფრუსტრაციის ალბათობა არის, რავი, 90%-ზე უფრო მეტი. თუ არ გაჟღერდა ხმა, რომელიც არის სტრატეგია, ამოცანა, კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც შეიძლება იყოს რავი, ერთი კვირის განმავლობაში გადასადგმელი ნაბიჯები და არა მთელი წლის, რომელიც შეიძლება იყოს უახლოესი 2 კვირის განმავლობაში გადასადგმელი ძალიან კონკრეტული და ძალიან პატარა ნაბიჯები. ძალიან რთულია, რომ ეს პროცესი, ეს დინამიკა არ წავიდეს უკუსვლისკენ და გაიზარდოს, იმიტომ რომ მე მაგალითად ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი თანამოაზრე, რომელიც დეკემბერში იყო, ჩვენს გვერდზე იანვარში იყო, დღეს აღარ არის და მათი პასუხი არის, რომ მე ვერ ვხედავ აზრს იმაში, რომ სახლიდან გამოვიდე. ვერ ვხედავ აზრს. და გულწრფელად არ მიკვირს, იმიტომ რომ ძალიან რთულია დაინახო აზრი, იმიტომ რომ შენ გინდა რომ დაინახო შედეგი, რომ ჩემს ქმედებას მოაქვს გარკვეული შედეგი, ხო? რომ ერთი პოლიტპატიმარი მაინც გამოუშვეს, ან ერთი კანონი უკან მაინც წაიღეს. სხვათაშორის, აი ეს 9 ჩვენ დავიწყეთ 9 აპრილით ეს გადაცემა, 9 აპრილზე რაც მოხდა და ის რომ 9 აპრილზე პატიმრების მშობლებმა არ მიუშვეს, ხელისუფლება ვერ მოვიდა პრემიერ-მინისტრს და ასე შემდეგ, ძალიან ბევრმა ეს აღიქვა სწორედ ამ პატარა გამარჯვებად. და რაღაც იმედი მათში გააჩნია, რომ აი პატარა გამარჯვების მიღწევა შეგვიძლია, თურმე თუ ერთად დავდგებით. იგივე ნაძვისხის თემა, რომელიც იყო. ხო, ნაძვისხის ხო? არის რაღაცები, რაც ჯერ კიდევ შეგვიძლია. მე ყოველ შემთხვევაში მაქვს მაგის იმედი, რომ არის რაღაცები და მეორე რა არის, იცით, ბრაზი არ არის ის რაციონალური ძალა, რომელიც შეძლებს, რომ კრიზისიდან გამოგიყვანოს. მართლა ესეა, ბრაზი არის ძალა, რომელსაც შეუძლია დაძრას პროტესტი. მაგრამ იმისთვის, რომ მოხდეს კრიზისიდან გამოსვლა, ბრაზი არ არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია, რომ კონსტრუქტიული დიალოგი აწარმოოს, რომელსაც შეუძლია, რომ კონსტრუქტიული ამოცანები ჩამოაყალიბოს, იმიტომ რომ ინდივიდუალურ დონეზეც რა შევხედოთ, ხო, ინდივიდუალური ბრაზის დონეზე, გაბრაზებულ ადამიანს არ შეუძლია იყოს რაციონალური. უბრალოდ ერთი მეორეს იმაშვება რა ხია, საწინააღმდეგოა. ზუსტად იგივე არის საზოგადოებაზე და ზუსტად იგივე არის საზოგადოებრივ პროცესებზე, ხო? მე იმისთვის რომ ვიყო კონსტრუქტიული და კონსტრუქტიულობა მჭირდება იმისთვის რომ გამოვიდე ძალიან მძიმე კრიზისიდან. დღეს რომ ჩვენ მძიმე კრიზისი გვაქვს, ამაზე მძიმე კრიზისი მგონი მართლა არ გქონია, ხო? და ჩვენ გვაჩვენა ისტორიამ ბრაზმა სადამდე მიგვიყვანა, თუნდაც აი ამ პოლარიზაციამ, რამდენად სამარცხვინო ლაქა დატოვა საქართველოს ისტორიაში სამოქალაქო ომის თვალსაზრისით, ხო? როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ისტორიის გადააზრებაზე და რეფლექსიაზე, აი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მივხვდეთ, რომ ისტორიის გადააზრება და რეფლექსია არ არის ისტორიის მოყოლა. ეს არ არის ფაქტების აღწერა. ეს არის ანალიზი იმისა, რა იყო სწორი, რა იყო არასწორი და ისაც იყო არასწორი, იქითკენ რა მიგვიყვანა. ჩვენ აი ესე ძალიან მარტივიანით რა ვთქვათ, ბრაზმა მიგვიყვანა კატასტროფული კრიზისამდე. და დღეს ჩვენ არ გვაქვს იმისი უფლება და ფუფუნება, რომ ისევ ბრაზი იყოს ჩვენი სტიმულატორი, რომელიც გგონია, რომ კრიზისიდან გამოგვიყვანს. არ გამოგვიყვანს ბრაზი. გასაგებია, უბრალოდ აი ესეთი მომენტია, თქვენი ლაპარაკობდით ძალიან საინტერესო
ის კონდათ დაპირისპირების ენაზე თუნდაც. ანუ აი მაგალითად ახლა მე მაგალითი რომ მოვიყვანო, იგივე როდესაც ხელისუფლება ლაპარაკობს და კერძახის უსამშობლოს და რაღაც ეს არის დაპირისპირების ენა, მტრის ხაცკნის, მაგრამ აქეთა მხრიდანაც ძალიან ხშირად ანალოგიური მიდგომა, ანუ დაპირისპირების ენით ლაპარაკობენ ერთმანეთთან ეს ორი მხარე ხა ძალიან რთული აქედაც თავი შეიკავა ხოლმე ზოგჯერ ისეთი ბრალდება გესმის, მაგრამ აი ამას როგორ უნდა მოევლოს თქვენი აზრით, რა არის აქ გამოსავალი, იმიტომ რომ ეს ბრაზის ენა, ასე ვთქვა, დღეს რაც არის წამყვანი დისკურსი, ჩემი აზრით, იგივე ოპოზიციის განცხადებებში ზუ ხელისუფლებაზე აღარ ვლაპარაკობ, ეს არის სწორედ აი დაპირისპირების გაღვივების და გაბრაზებული ადამიანის სულ ერთი წუთი გვაქვს აი ამას როგორ დაეშველოს ამ საქმეს თქვენი ხელისუფლებას აწყობს ბრაზის ენა ძალიან, იმიტომ რომ ის წისქულზე აღსხავს წყალს. ჩვენ არ გვაწყობს, იმიტომ რომ მაგრამ მეინსტრიმი გახდა ბრაზის ენა. ჩვენ მარტო სახელისუფლებო მომხრეებთან კი არ ვლაპარაკობთ ბრაზის ენით, ხშირად ერთმანეთთანაც ბრაზის ენით ვლაპარაკობთ და თანამოაზრეებიც თუ რაღაცა ჩვენი შაბლონით არ მოქმედებენ, იმათაც ზუსტად იგივე ენით მივმართებთ. ეგეთ დროს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე არა ვარ კომუნიკაციის ექსპერტი, მაგრამ არსებობენ კომუნიკაციის ექსპერტები, რომლებიც ქმნიან მოდელს ენისა, რომელიც ხდება მისაბაძი, რომ აი ესე ჟარგონით რო ვთქვა, რომ კარგი ტიპი უნდა ლაპარაკობდეს ამ ენაზე. ძალიან ისეთი ფსიქოლოგიური მექანიზმები ამ ენაში ეხა დღეს ჩადებული სიძულვილის ენაში, სადაც რაც უფრო მეტ სიძულვილის ენას გამოიყენებ, თითქოს და ამითი საკუთარ რეაბილიტირებას აკეთებ, თითქოს და უკეთესი ტიპი ხდები. მაგრამ სინამდვილეში ეგრე არ არის, ეს კიდევ უფრო მეტად გვაშორებს ჩვენ. ამიტომ ჩემი აზრით, ერთ-ერთი მომენტი არის, რომ ჩვენ ფსიქოლოგებს შეგვიძლია ვთქვათ და ავხსნათ საქციელი ადამიანების აზროვნება და პროცესების დინამიკა. მეორე არის ამას მიეცეს შეფუთვა ისეთი, რომელსაც აკეთებენ კომუნიკაციის ექსპერტები, პოლიტიკის ექსპერტები და ასე შემდეგ. ანუ ჩემთვის მაგალითად ეხა დღეს წესრიგში უნდა დადგეს, რომ კომუნიკაცია აბსოლუტურად გადაიწეროს და აღარ იყოს მისაღები ის, რასაც ჩვენ აქამდე ვაკეთებთ. გასაგებია. მადლობა დიდი სამწუხარო დრო მალე გავიდა. მადლობა დიდი ელენე ჯაფარიძე საინტერესო საუბრისთვის. ელენე ჯაფარიძე ფსიქოლოგი იყო ჩვენი სტუმარი, საუბრობდა პოლიტიკური პროცესებში როგორ მუშაობს ფსიქოლოგია ამ შემთხვევაში, ну კონკრეტულად აქციებს ეხება. ხო, კი ბატონო, ხო, იდეა მე სტუდიაშიც გვეწევა. ასეთ იყო დღევანდელი გადაცემა, მე გევშտობებით. კვირამდე კვირას 8 საათზე გადაცემით პოლიტ ქალაქი დაგიბრუნდებით.